1940 წლებში ამერიკაში 65 წელი და მეტი ასაკის მამაკაცები წარმოადგენდნენ მთლიანი სამუშაო ძალის 50%-ზე მეტს. და 2010 წელს იგი მაჩვენებელი იყო 22%. ანუ პენსია, საპენსიო დანაზოგი და ცნება პენსიის ეხლა რაც არის საპენსიო ფონდი და ასეთი რაღაცები არის ახალია შედარებით. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის თემა. შესაბამისად, მანამდე რახან პენსია არ იყო, ხალხი მუშაობდა სიკვდილამდე და რახან სიკვდილამდე მუშაობდა, ანუ ფაქტობრივად მუშაობა მანამ არ მოკვდები. შესაბამისად 65 და ზევით ეხლა რაც საპენსიო ასაკად იცვლება, ის ხალხი კაცო სახლში არ იჯდა რა, მუშაობდა და შესაბამისად სამუშაო ძალაში იყო ეგ ყველა რა და ანუ ასაკიც მოკლედ ისეთია რა, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა, რომელიც საერთოდ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ეგ შეიძლება ყოფილიყო ეგრე.